ჩვენ ყველა ერთ მიზანს ვიზიარებთ. ჩვენ გსურს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის. სწორედ ამაზე იყო ძირითადი დღევანდელი მოლაპარაკებები. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც პასუხობს უკრაინის ფინანსურ საჭიროებებს მომავალი 2 წლის განმავლობაში და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს შევძელით. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი უკრაინას გამოუყოფს 90 მილიარდი ევროს მხარდაჭერის სესხს. ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უკრაინა ამ სესხს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ რუსეთი დაფარავს იმ ზიანს, რომელიც მან უკრაინას მიაყენა. მანამდე რუსული აქტივები დარჩება გაყინული და ევროკავშირი იტოვებს უფლებას გამოიყენოს ეს აქტივები სესხის დასაფინანსებლად. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ერთობლივად მივიღეთ. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ და შევასრულეთ. ოქტომბერში გადავწყვიტეთ, რომ ევროკავშირი 2026-2027 წლებში დაფარავდა უკრაინის გადაუდებელ ფინანსურ საჭიროებებს. გასულ კვირას გადავწყვიტეთ, რომ რუსეთი არ დაიბრუნებს თავის აქტივებს მანამ, სანამ მოსკოვი არ დაასრულებს აგრესიას. ახლა კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში უკრაინას 90 მილიარდი ევრო გამოეყოს. გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით ეს სესხი ევროკავშირის ბიუჯეტით იქნება უზრუნველყოფილი. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას, ხოლო უკრაინა სესხს მხოლოდ მაშინ დააბრუნებს, როდესაც რუსეთი ზარალს აანაზღაურებს. ევროკავშირი იტოვებს უფლებას ეს სესხი რუსული გაყინული აქტივების გამოყენებით დაფაროს. ამავდროულად კომისიას მიენიჭა მანდატი გააგრძელოს მუშაობა რეპარაციული სესხის მექანიზმზე, რომელიც რუსეთის გაყინულ აქტივებს დაეფუძნება. დღეს ბრიუსელის შეთანხმების გარეშე რომ დაგვეტოვებინა, ევროპა გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დაკარგავდა. ეს სრული კატასტროფა იქნებოდა. სოფლიოს გაუგზავნიდით შეტყობინებას, რომ ევროპას აღარ შეუძლია არაფრის მიღწევა და ეს ასევე სტრატეგიული კატასტროფა იქნებოდა. ჩვენ მივაღწიეთ გადაწყვეტას, რომლის მხარდაჭერაც ყველას შეუძლია. კი მართალია, რომ ცოტა დრო დაგვჭირდა, ეს ხომ ევროპაა. მაგრამ დღეს ყველას შეუძლია გამარჯვებულმა დატოვოს ეს შეხვედრების ოთახი. ვფიქრობ, უკრაინამ გაიმარჯვა. მან მიიღო სასწრაფო, პროგნოზირებადი და საიმედო დაფინანსება, რომელიც მას მომდევნო 2 წლის განმავლობაში სჭირდება. ევროკავშირის მიერ კაპიტალის ბაზრებზე აღებული სესხების საფუძველზე, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირის ბიუჯეტის რესურსები. ეს არ არის მყიფე კონსტრუქცია, ეს არის სტაბილური, იურიდიულად მყარი და ფინანსურად სანდო ევროპული გადაწყვეტა.